გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. სკოლის დასაწყისი ყოველთვის საგიჟეთია. მე ეს კარგად ვიცი. ამიტომ მინდა გაჩვენოთ, როგორ ვუმკლავდები ამას. პატარა ხრიკების მეშვეობით ჩემს სამზარეულოში. გაგიზიარებთ საიდუმლოს, როგორ ვამზადებ წვნიანს, ბორშს და ხარჩოს 15 წუთში. სინამდვილეში ყველაფერი ძალიან ადვილია. მე ერთიანად ვამზადებ ჩაშუშულ ბოსტნეულს, ვანაწილებ და ვყინავ. ეს არის ყველაზე შრომატევადი პროცესი იგივე ბორშის ან ხარჩოს გასაკეთებლად. ძალიან პრაქტიკული მეთოდია, იმიტომ რომ მარტო ერთხელ მიწევს სამზარეულოს დალაგება ამ პროცესის მერე და არა ყოველ ჯერზე, როდესაც ვამზადებ წვნიანებს. ასე რომ უყურეთ ბოლომდე, გაჩვენებთ როგორ ამას ვაკეთებ მე და მერე თქვენც ადვილად გაიმეორებთ ამას თქვენ სამზარეულოშიც. პირველ რიგში ავიღოთ დიდი ტაფასქელი ძირით. ხახვი დავჭრათ კუბიკებად და დავიწყოთ ჩაშუშვა. სანამ ის შუშდება, ვატარებ ხორცახარჯზე სპეციალური მოწყობილობებით, ეგრევე დიდი რაოდენობით სტაფილოს, აი 2 წამში. თუ არა გაქვთ მსგავსი მოწყობილობა, ეს მაინც უკეთესია, ვიდრე გაიმეოროთ ეს პროცესი ბევრჯერ. სტაფილო გავხეხეთ, ხახვიც გამჭირვალეა და ვამატებთ ტაფაზე სტაფილოს. ვშუშავთ ახლა კარგად ამ მასას პატარა ან საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად კარგად ვურევთ მასას. როდესაც ბოსტნეული ჩაიშუშა, ვტოვებთ, რომ სრულიად გაცივდეს. ზუსტად იგივენაირად ვამზადებ ხარჩოს ჩაშუშულს. ვშუშავ ჯერ ხახვს, როდესაც ის გამჭირვალე გახდება, ვამატებ გაფრთხნილ პომიდორს ან ტომატს. ან ორივეს ერთად, სეზონსა და იმას გააჩნია, რა მაქვს სახლში. ოდნავ ვშუშავ და ვამატებ სუნელს. ცოტას ვამატებ მზა ხარჩოს სუნელს და მერე წიწაკის გარდა ვამატებ იგივე სუნელებს, რომ მწარე არ გამოვიდეს. ჩემს პატარას ძალიან უყვარს ეს სუპი. ასევე ბოლოს ვამატებდი ნიგოს, მაგრამ რაც პატარა შემეძინა, აღარ ვამატებ, სანამ ის არ დაიწყებს ნიგოზის ჭამას. და ესეც დავტოვოთ, რომ კარგად გაცივდეს. ეხლა მთავარია, როგორ გავყინოთ, რომ მერე ადვილად გამოვიყენოთ. მე ვათავსებ ამ ბოსტნეულს გასაყინ პარკში და ვაბრტყელებ ხელებით. მერე გრძელი ჩხირით ვაკეთებ ზოლებს, როგორც შოკოლადის ფილაში, ასე ვანაწილებ პორციებად. მე ხომ ვიცი ვარაუდით, რამდენი პორცია მჭირდება ერთ წვნიანზე. ხარჩოს და ბორშის შემთხვევაში ეს უფრო დიდი პორციაა და ჩვეულებრივი სუპისთვის უფრო მცირე პორცია. აი ესეთი ბორშისთვის ჩაშუშული ბოსტნეული უკვე მზად მაქვს და ნებისმიერ მომენტში 15-20 წუთში გავამზადებ ბორშს. ბორშის შემთხვევაში ასევე ვშუშავ ხახვს, სტაფილოს და ბოლოს ვამატებ ჭარხალს და ტომატს. ჭარხლიანა დიდხანს არ ვშუშავ, რომ არ დაკარგოს ფერი და იგივენაირად ვყინავ. ძალიან მოხერხებული ხრიკია, როდესაც მჭირდება გავამზადო წვნიანი, მოვტიხავ ერთ პორციას და უცებ სუპი მზადდება. ასევე რადგან ბრტყელია, ცოტა ადგილს იკავებს საყინულეში. ხო და ესე ჩემო კარგებო, ერთი თვის მანძილზე წვნიანებს გავაკეთებ 15 წუთში. და დროის მუდმივი არ ყოფნისას ძალიან მეხმარება. თუ გსურთ ნახოთ, როგორ ვიყენებ ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში, დამილაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვო შემდეგი ვიდეო, იმიტომ რომ ზუსტად ამისგან უნდა მოვამზადო უგემრიელესი წვნიანი შენს თვალს წინ 15 წუთში. კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო კარგებო, მომავალ შეხვედრამდე.